მოგესალმებით, დღეს განვიხილავ ერთ სკრინს, რომელიც ანონიმური პოსტების ჯგუფში გადავიღე და მინდა რომ გაგიზიაროთ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ამ სკრინში ძალიან ცხოვრებისეულად და ძალიან მარტივად ჩანს რაღაცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ხშირად რჩება გაუცნობიერებელი და რომელიც იწვევს ურთიერთობების ნაადრევ ნგრევას. ხანდახან ახლა ურთიერთობები სრულდება, ეს ბუნების ნაწილია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც აი კონკრეტულად ამ სკრინში რაც ჩანს, ეს დაცვის მექანიზმი პრევალირებს ურთიერთობაში და მას აფუჭებს, ანგრევს ნაადრევად, ასე ვთქვათ, და ძალიან მწარე გამოცდილებაა ხოლმე. აი ზუსტად ამ დაცვის მექანიზმის არაცნობიერი ველი იწვევს ძალიან ტრაგიკულ და მწარე მტკივნეულ გამოცდილებებს ხოლმე ურთიერთობების დასრულების დროს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ არის ხალხი, ვინც ურთიერთობას ასრულებს, დაარდობს, გლოვობს, შემდეგ აგრძელებენ ცხოვრებას და არის სამწუხაროდ შემთხვევები, რომ ურთიერთობა დასრულდება და შეიძლება წლები გაგრძელდეს ეს გლოვა და დარდი და შეიძლება საერთოდ თელი ცხოვრებაც გაგრძელდეს და არ არის ეს ასე ვთქვათ ადამიანის წყაროსმიერი მდგომარეობა. ადამიანი ბუნებით ასეთი არ არის, რომ ურთიერთობის დასრულებას თელი ცხოვრება გლოვობდეს. და თუ ეს ასეა და თუ ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა რაიმე ურთიერთობის დასრულება, არსებობს ალბათობა, რომ რაღაცა სხვადასხვა ვარიანტით იყო დაცვის მექანიზმები მოცემული, ცოტა უფრო მეტად ვიდრე არის ხოლმე, იმიტომ რომ დაცვის მექანიზმის გარეშე კონტაქტი ეს რაღაცა ფიქციის კატეგორიაა დღეს იმდენად რთული და მძიმე გარემოა, მაგრამ აი პრევალირებდა როგორც ჩანს დაცვის მექანიზმები თუ ძალიან მტკივნეულად დაშორდნენ ადამიანები და მეორე მხრივ აი კონკრეტულად ახლა ამ სკრინში რა დაცვის მექანიზმიც ჩანს და მე ვეცდები რომ დაგანახოთ ის იწვევს ხოლმე კიდე განსაკუთრებით დიდ ტკივილს. ახლა მე არ ვიცი ჩემს სურათებში და სკრინშოტებში რომ გადავალ ლაივს რა დაემართება, შეიძლება გაითიშოს, ზუსტად არ ვიცი, არ მიქნია ხოლმე, აბა ვნახოთ საშუალებას ეს რომ ასე ვთქვათ გაგიზიაროთ ეს სკრინი, ამიტომაც მე ხა 2 წამით გავალ ან დავაპაუზებ ისევ ლაივს და ეხლავე დაგიბრუნდებით ლეპტოპზე ჩავრთავ, რომ გამოჩნდეს ის სკრინი, რაზეც მაქვს საუბარი. აი გავგზავნე ახლა მეილზე, ახლა შემოვატრიალებ და ცოტა ხანი ერთად წავიკითხოთ და ხმამაღლაც გავაშხერებ რა წერია ამ სკრინზე და თან დავაკომენტარებ რა დაცვის მექანიზმი არის აშკარად მოცემული, აი თვალსაჩინოთ. თან მე ვფიქრობ, რომ ესეთი მაგალითის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამოვიცნოთ დაცვის მექანიზმები რა. დაცვის მექანიზმის თეორიული სწავლა არ კმარა, ხო? ეხლა ნახეთ რა წერია. ადამიანი წერდა სრული სტატუსი არ მაქვს ხა დაკოპირებული და დასკრინული, რომ დაშორდნენ, წავიდა მისი შეყვარებული სხვასთან და რაღაცები ეწერა მერე, აღწერები, როგორია ეს ადამიანი, როგორ უყვარდა და ასე შემდეგ და ეხლა ნახეთ. და წერს ახლა იმ ადამიანს, ვისთვისაც ვის გამოც ეს დატოვა და მასთან წავიდა. მას მიმართავს. ღიმილსაც შეამჩნევდი, როგორი სასწაული აქვს. გაიღიმებს და всё, გავიწყდება ყველაფერი, ბედნიერი ხდები. გთხოვ, მისი ხმა არ შეიყვარო, რადგან როცა ერთმანეთი აღარ გეყოლებათ, თუნდაც დროებით, ამ ხმის მონატრება შენს სხეულზე ჟრუანტელს გამოიწვევს. მისი თვალები ლამაზი და უზომოდ კეთილი, მასში თუ ჩაიხედავ, დაიკარგები. თუმცა როცა შანსი აღარ გექნება ამის, თუნდაც ისევ დროებით, მაშინ უფრო დაკარგული იქნები. ნახეთ, ეს სიტყვა დაიკარგები არის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, ეხლა რაც ითქვა. ის ვინც შენ გიყვარს, საოცარია. ხო და არასოდეს მისცე უფლება შენც მიგატოვოს და კიდევ ერთი ქალი გააუბედუროს. ნახეთ, როგორი ტექსტია. ეხლა ჯერ მოდი პირველი რეაქცია რა გაქვთ, როდესაც ადამიანი თავის ყოფილის ახლანდელ შეყვარებულს უძღვნის აი ამ ტექსტს. რა არის აქ? რა ხდება? რაღაცა უცნაურობა არ არის? თითქოს მხარს უჭერს იმ ახალ შეყვარებულს და თითქოს იმას უსურვებს ბედნიერებას და თითქოს კი არა ასე წერია, რომ შენა ესექენი და ესექენი და არ დაკარგავ ამ საოცარ ადამიანს, რომელიც ახლა მე მიმატოვა და შენთან მოვიდა და რაღაც როგორ გითხრა, თითქოს დიდსულოვნების თუ რაღაც ძალიან მაღლა მდგომი ადამიანის
ის მოაქვს რა, აი ეს ადამიანი რაღაც ანგელოზებრივად არის როგორც ჩანს ამაღლებული, იმიტომ რომ მე თუ ვიღაც მიმატოვებს და სხვა ქალთან წავა, ეხლა დედის გინებას არ დავიწყებ. აი პარასკევს რო გვექნება ღია საუბრები უძდელობის საღამო, იქ გვექნება ხსნილი გინებაზე და გავიხსნილებთ და შეგვიძლია ვიგინოთ, ვილანძღოთ და ასე შემდეგ. ბევრ უძდელობას მოვიმოქმედებთ, რა თქმა უნდა, პატივისცემის დაცვით. ღია საუბრებზე, რომელიც თუ არ ვცდები 23 რიცხვი უწევს, მე ჩავიხედავ. ხო და რო დაუბრუნდე ამას, რომ მე ვიღაცა მიმატოს და სხვასთან წავიდეს, ალბათ დედის გინებას და იქიდან გამომდინარე რომ არ ვიწყევლები, არ დავწყევლიდი, მაგრამ სურვილი შეიძლება გამჩენოდა, რომ აი ხა კიდე ამას უსურვებ, იმას უსურვებ, კარგს არაფერს უსურვებდი, არ ამგონია. ყოველ შემთხვევაში პირველი რეაქცია არ მგონია, რომ ეს ვინმეს ქონოდა, ხო? ამ საინტერესოდ არის მოტანილი, რომ აი გისურვებ, რომ რაღაცა შენთან იყოს ეს ჩემი ყოფილი შეყვარებული და თქვენ მაინც იყოთ ბედნიერები და მე ნახეთ რა უწერია თვალებში, მის თვალებში რომ ვიყურებიო და შენც ესე მოგივაო. ეს რა თქმა უნდა ჰიპოთეზაა. რომ შენც ესე მოგივაო, რომ მის თვალებში რომ ჩაიხედები, დაიკარგებიო იქო. ერთი წამით მეგობრებო, ერთი წამით. ხო, ეხლა რა ხდება? სად ვიყავი? ხო, მის თვალებში ვიყურები და ვიკარგებიო. ჩემს თავს ვკარგავო და თუ არ ვიყურებიო მის თვალებში კიდე უფრო დაკარგული ვარო. მისი ხმა როდესაც გესმისო, ანუ სხვაზე ამბობს, მაგრამ რეალურად თავისი გამოცდილებაა, ხო? სხვას ეუბნება, რომ ესე მოხდება შენთან. ეგ არ ვიცით, სხვასთან რა მოხდება. ეს ადვილი ამოსაცნობია, რომ პროექციაა. მაგრამ რეალურად საკუთარ გამოცდილებას მიაწერს ეხა, რომ სხვასთანაც ასე იქნება, სხვა ქალი, აი ეს ქალი, ვისთანაც ეხა წავიდა, ეს არაჩვეულებრივი უნაკლო არსება, რომელმაც მიატოვა ეს იქ მე კომენტარებში თქვათ ეწერა რომ მიღალატაო. ანუ ხო ძალიან საინტერესოდ არის დალაგებული სტრუქტურა. რა სტრუქტურა მოჩანს ტექსტში. ხო და დაიკარგები მასშიო. ეხა ეს არის პირდაპირ გაიდეალება. ადამიანი არის გაიდეალებული. ნახეთ თავისი ცუდით, თავისი კარგით. ესე იგი მიატოვა თუ უღალატა ეს რა მოხდა, ის ისეთი საოცარია და ის ისეთი იდეალურია, რომ მე რა გაიგე და მაინც ბედნიერებას უსურვებ, იმიტომ რომ ის ესეთია და ისეთია და მის თვალებში ვიკარგებოდი და ესეთი ნარატივი არის და აბა მითხარით ახლა აქ აი უცებ ახლა რაზეც საუბრობ, რამდენად აი როგორი დინამიკა მოდის რა. თანასწორები არიან ეს ადამიანები, აი ეს ყოფილი შეყვარებული და მისი ყოფილი მამაკაცი, რომელიც გაიქცა. მე არ მგონია რომ თანასწორები არიან, ნახეთ, მე მეჩვენება რომ გოგო თავს დაბლა აყენებს აშკარად. გაიდეალიზებულია ეს ბიჭი. რაღაცა ესეთი თვალები აქვს და ესეთი ღიმილი აქვს და იმის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია და გაუბედურებული ვარ რომ მიმატოვა და წავიდა, ნუ რამხელა ძალა აქვს ჩემზე რომ ვიღაცა კაცია მოვიდა ხო ერთად ვიყავით ურთიერთობა გქონდა და ეს რო წავიდა მე გაუბედურდი გესმის, ანუ უბედური ვარ, ჩემი ცხოვრება უბედურებია ესე კი ნუ წარმოუდგენელი ძალა აქვს ჩემზე ღმერთია თითქმის რა, როცა ესეთი ნარატივია ხო და რა ხდება აქ? აბა დავაკვირდეთ. ხომ არ გამოგვიცდია თითოეულ ჩვენგანს ოდესღაც ჩვენს ცხოვრებაში ეს სიყვარული. მე მგონი გამოგვიცდია. აი ზუსტად ასეთი სიყვარული გამოგვიცდია. რაღაცა მომენტში ჩვენს ცხოვრებაში, რომ სულ ერთი იყო ის ადამიანი, არ ვიცი, გტანჯავს, არ გტანჯავს, უყვარხარ, არ უყვარხარ, მოწონხარ, არ მოწონხარ, საერთოდაც შენთან არის თუ არ არის შენთან, არ ვიცი, რაც არ უნდა გააკეთოს და მინახავს კიდეც გარეთ ესეთი სიყვარული, რას ეძახიან ამას უპირობოს, ხო? და რომ გაიდეალებულია ეს ადამიანი და მეცაც გეტყვით, ვიღაცა თუ გარედან მოვიდა, როცა ის ადამიანი შენ გცემს და ჩაერია, ის ვიღაცა აღიქმება მტრად. როდის გამოგვიცდია ეს? ბავშვობაში. ანუ ბავშვური სიყვარული, როდესაც ადამიანი დაიბადება თავიდან და მას არ გააჩნია, თქვა, თავისი დამოუკიდებლობა, პიროვნული მე, სიცხადით მოცემული და ეს მისი პიროვნება არის შერწყმული მშობელს, აი ამ დროს ჩვენ ყველას გამოგვიცდია ეგეთი სიყვარული. შეიძლება არ ყოლია ხა ესეთი მშობელი, რომელიც დიდ ტანჯვას მოგვაყენებდა, რა თქმა უნდა, საბედნიეროდ ესე არ არის, მაგრამ ვისაც ყოლია იმას ემახსოვრება, რომ ამ მშობლის მიმართაც ზუსტად ასეთი სიყვარული და გრძნობა არის. ანუ ამ ბავშვის სიყვარულს მშობლის მიმართ არ აქვს რაიმე, როგორ გითხრათ, პირობა. უბრალოდ ესეა.
როცა იბადება დაინახა ღმერთო რა მშვენიერება დავინახე. თუ ეს მშვენიერება ირწმევინება, მაინც მშვენიერებაა, ნახე? აი ეს არის ძალიან ადამიანური ტრაგედია არის ეს, მაგრამ ასეა მოწყობილი. და ეხლა როდესაც ადამიანი გაიზრდება და პიროვნებად ყალიბდება და მის ცხოვრებაში უკვე მოდის სქესობრივი გამოფხიზლება, ჩამოყალიბება და მიზიდულობა, სხვა ადამიანის აღქმა, როგორც პარტნიორის თუ შეყვარებულის, რაც გნებავ დაარქვით და ასე შემდეგ. ყველაზე მე მგონი ბრძნული სიტყვა, რაც გაგვაჩნია მთელ მსოფლიოში, ამ ურთიერთობის აღწერი არის ქართულ ენაში. მე არ ვარ ის ტიპი, ვინც საქართველოს რაღაცნაირად გამოარჩევს და აქებს პირიქით. მე ჩვენება რომ ძალიან მესიანიზმი გვაქვს და ეხლა ამის მერე ამირანზე რო ვილაპარაკებ, იქ ვიტყვი ზუსტად თავარი ჯაჭვი ამირანისა რა არის და ზუსტად ამასთან არის კავშირში, მაგრამ ამაში მართლა ძალიან მაგრები ვართ ქართველები, რომ ჩვენ გვაქვს სიტყვა შეყვარებულებს რაც აღწერს, რომელსაც ქვია სწორფრები. სწორფრობა. რას ნიშნავს სწორფრობა, ნახე? თანასწორობა არის ხაზგასმული. სწორფერია ის. ის არ არის ქვემდგომი, ზემდგომი, როგორც ქრისტიანობაშია, თავიაო, კაციო და ქალი არ ვიცით რა არის და კაცმა უნდა რაღაცა თქვას და ქალი უნდა დაემორჩილოს და რაღაც როგორ გითხრა, კაცმა თავი უნდა გაწიროს ცოლისთვის და ცოლმა კიდევ უსიტყვოდ უნდა მორჩილება გამოუცხადოს და რაღაცნაირი რეცეპტები, სადაც არსად არ არის ხაზგასმული, რომ თანასწორია ეს ორი ადამიანი. და იცით უბედურება რაშია? ურთიერთობა არსებობს მხოლოდ მაშინ და კონტაქტი არსებობს მხოლოდ მაშინ, თუ თანასწორობა შეგვიძლია. თუ თანასწორობა არ შეგვიძლია, ვართ დამოკიდებულებაში. რატოა ესე? ბავშვი არ არის დამოკიდებული მშობელზე? არის. ოღონდ ეს ჯანსაღია. მის ასაკში ეს არის აბსოლუტურად ჯანმრთელი მდგომარეობა, რომ ის არის მიჯაჭვული მშობელს. პატარა ასაკში რო იბადება, საერთოდ ჭიპლარით არის მიჯაჭვული. ანუ პირდაპირ მიჯაჭვულობაში ვიბადებით. ჭიპლარით ვარ მიჯაჭვული. ახლა ჭიპლარი გადაიჭრა ფიზიკურად, ხო? ახლა ისე მაინც მიჯაჭვული ვარ, ჭამა მინდა, რა ვიცი, პამპერსის გამოცვლა უნდა ახალშობილ ბავშვს, ხო? მოვლა უნდა, ყურადღების მიქცევა უნდა, კონტაქტი უნდა 24/7-ზე, რომ განვითარდეს. პატარა ბავშვი რო ესე დააწვინო და ოთახში იყოს თავისთვის, შეიძლება სიტყვაც ენა ვერ ამოიდგას და სიარული ვერ ისწავლოს და ასე შემდეგ. ანუ 24/7-ზე არის მოჯაჭვული მშობლებს. მიჯაჭვულობის გარეშე ის ვერ იარსებობს, დაიღუპება ფიზიკურად, ხო? ეს არის პირველი ურთიერთობა, რაც თითოეულმა ჩვენგანმა გამოვცადეთ და არა მხოლოდ ადამიანმა, ყველა ძუძუმწოვარას ცხოვრება ასე იწყება. ამ მიჯაჭვულობით, ხო? ეხლა პრობლემა რა, სად იჩენს ხოლმე თავს, რომ თუ დასრული ადამიანი გაუცნობიერებლად. იმიტომ რომ სიყვარული ხო თქვი, ასე გამოვცადეთ, პირველი სიყვარულის ფორმა მიჯაჭვულობით დაიწყო და იქთან ახლა მიჯაჭვულობის დროს მეორე მხარეს ვინ იყო? რამდენად ცნობიერი იყო, ის რამდენად ხელს უწყობდა მიჯაჭვულობას მშობელი და სიამოვნებდა, რომ ბავშვი მიჯაჭვულია. ან შეიძლება არ სიამოვნებდა და ერთი სული ქონდა, რომ ეს გაზრდილიყო და ზედმეტად კრავდა წიხლს. ნაადრევად ცდილობდა, რომ მოეცილებინა. ან შეიძლება საერთოდ აიგნორებდა ამ ყველაფერს. ან შეიძლება მიჯაჭვულობის დროს ნაბიჯ ნელ-ნელა გადიოდა მიჯაჭვულობიდან და ბავშვსაც უბიძგებდა, რომ მიდი, შეგიძლია უჩემოთ, მიდი, აბა მიდი, გააკეთე, გარისკე უჩემოთ. შეიძლება ასე აკეთებდა. ბევრნაირი ვარიანტია. მაგრამ ფაქტია, რომ მაინც რაღაცა ასაკამდე და საკმაოდ დიდ ასაკამდეც არა მხოლოდ ადამიანი, ბევრი ძუძუმწოვარა არის მიჯაჭვული მშობელს. და მის გარეშე მართლა ვერ გადარჩება. და არის ხალხი, რომელიც პირად ურთიერთობაში უდიდეს კომპლიმენტად აღიქვავენ ახლა და ძალიან რომანტიკად აღიქვავენ აი ამ ფრაზებს, ნახე, მე მის თვალებში ვიკარგები, მე უმისოდ სიცოცხლე არ შემიძლია, სუნთქვა მიჭირს, როცა ჩემს გვერდით არ არის. მის გარეშე სიცოცხლე სიკვდილის სტოლფასია, ვერ გადავრჩები, უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია, შენ ხარ ჩემი სიცოცხლე, ნახე, არაცნობიერად ეს არის შინაგანი ბავშვის ამოძახილი, გადაპროეცირებული მშობლის ნაცვლად შეყვარებულზე. და ძალიან მწარეა და ძალიან ძიმეა, იმიტომ რომ ეს უკვე პირდაპირ ნიშნავს, რომ ისეთ დაცვის მექანიზმში ვარ, რომ ის ადამიანი წავა. არ გამოვა ურთიერთობა რა, თუ ეს პრევალირებს ჩემს ურთიერთობაში, ეს გრძნობები და ეს რომანტიკა.
რასაც ჩვენი კულტურაც ხელს უწყობს, რომ აი ფილმებში ნახავთ, რომ ერთმანეთოთ არ შეუძლიათ და ესენი ერთსულ და ერთხორც არიან და ეს როგორ გითხრა, ერთმანეთს თვალებში შესციცინებენ, რომ რამე ხო არ უნდა იმას და ამას და ფილმებში ეს არის ტყუილი და ზღაპარი. იმიტომ რომ ორივე მხრიდან არის ხოლმე ნაჩვენები, რომ ასე შესციცინებენ ერთმანეთს თვალებში და რეალურად შემციცინებელი არის ხოლმე ერთი. და მეორე არის ის, ვინც აიგნორებს ამ შეციცინებას. არ არსებობს რომ შემციცინებელი და რაღაცაზე აღმწევი და ასე შემდეგ იყოს ორი, ეს უტოპიაა. იმიტომ რომ ესე ლაგდება, თუ მიჯაჭვულობა არის, მიჯაჭვულობა არის ასე, ერთი მხარე არის მიჯაჭვული, მეორე წამყვანი. და წამყვანი მხარე რას გააკეთებს, იმის ხელშია ყველაფერი. და მინდა გითხრათ, რომ ეს, რომ წამყვანი ვარ, თქვათ, ურთიერთობაში და ვიღაცა ჩემზეა მოჩიჩინებული, იმ ჩემ გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია, ჩემ გარეშე სუნთქვა არ შეუძლია, ჩემ გარეშე არსებობა არ შეუძლია, მე ვარ ესე და ნახეთ, უკვე გამოვხატე. დავიღალე, კაცო. დავიღალე. თქვენ წარმოიდგინეთ, მე 3 შვილი მყავს და ჩემი შვილების გაზრდის დროს მახსოვს რაღაც მომენტში, რომ გავაცნობიერე, ჩემი ცენზორი შესუსტდა და მივხვდი, რომ ვა, დავიღალე. აი ძალიან მიყვარს ჩემი 3-ვე შვილი და უბედნიერესი ვარ, რომ ისინი არიან ჩემს ცხოვრებაში და მით უმეტეს პატარა ასაკში ხო სულ არიან, არა? ეხა ხელში მახსოვს, ტესტს წერ, ძუძუს ვაჭმევ, გადმოვატრიალე, მეორე ძუძუს ვაჭმევ, მარცხენა ხელით რაღაცა სიმაშვები ტაფაზე, ანუ ეს ყველაფერი იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი, ხო მახსოვს, არა? და ძალიან სასიამოვნო პროცესია და კაი დრო დამჭირდა, რომ მეღიარებინა, რომ სიამოვნებასთან ერთად არის დამხლელი. წვალობთან. არ არის ეგ ადვილის აღიარებელი, როცა ძალიან გიყვარს, ხო? მაგრამ კი ესეა. და ეხლა პატარა ბავშვზე, რომელთანაც ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური და თან ძუძუ თუ არ ვაჭამე, მეც ხო ვისტრესებია რა, ჩემო ორგანიზმს ზე წარმოშვა და ის თუ არ დაიცალა, იქ ანთებებია და 1000 პრობლემა, ხო? ანუ სინერგიაა. მე გავცემ, ის იღებს, ოკეი. მაგრამ მე მჭირდება როგორც დედას გაცემა, ხო? და მაინც დავიღალე. ნახეთ. და ეხლა დასრული ადამიანი მოვიდა, რა ვიცი, გინდა ქალი, გინდა კაცი, არ ვიცი 20 წლის, 30-ის თუ 40-ის და შეიძლება 60-ის. და ასე შემომჩიცინებს ბავშვით და მეუბნება, მე უშენო სიცოცხლე არ შემიძლია. მე რაღაცა შენ გარეშე მოვკვდები და უჰაერობა მემართება და ვერ ვსუნთქავ და რაღაცა შენ ჩემი სხეულის ნაწილი ხარ და ვაიმე სად მიდიხარ, ვაიმე სახლიდან გარეთ გახვედი, მე ვკვდები, დეპრესია, შენ გამოვარ დეპრესიაში, ესე მელაპარაკება, ხო? დავიკარგე შენს მზერაში და შენს თვალებში და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ტვირთია ეს. ჯერ ხო ტვირთია და მერე აღსანიშნავია, რომ აქ ეხა ნახეთ მე რა მდგომარეობაში ვარდები, თუ ეს ადამიანი ესე არის ჩემზე მოჯაჭვული, ხო? ეხა განცდა მაქვს, რომ ეს ისეთი სუსტია და ისეთი საწყალია და ისეთი პატარაა და ისეთი დაბრმავებულია ჩემით და მოწყვლადია და ნუ არ ვიცი რა, ბევრი რამ შეიძლება დავინახა, რომ მე უკვე მეშინია ეხლა ამას რამე უთხრა. ესე რომ უთხრა და ღმერთმა დაიფაროს და თავის თავს რამე რომ დაუშაოს. ან ესე რომ უთხრა, ან ისე რომ გავაკეთო და შენიშვნა მივცე პირობითად რაღაცა რაზეც მაწუხებს და ამან რომ თავში ხელი წაიშინოს ესე და ტირილი დაიწყოს, რა ვქნა, გაიგე? ანუ მე დამეკარგა მასთან კომუნიკაციის ასე ვთქვათ რესურსი. ორმხრივია ეს, იმიტომ რომ იმან ბავშვად გაასაღა თავი და მეც მივიღე, რომ ეს ბავშვი ეხლა ამას რა უნდა ელაპარაკო ეხლა. ამას ხო არ ვეტყვი, რომ მე სექსი მინდა პირობითად, ვერ ვეტყვი, იმიტომ რომ აი ტირილს დაიწყებს და იტყვის, რომ ხორცად აღმიქვავ და რა ვიცი, 1000 რამეს რა, ერთ-ერთი გადასახედი რო გითხრათ. ან მეორე გადასახედია, რომ ესე იგი შენ მეუბნები, ესე იგი მე ვერ გაკმაყოფილებ და აი როგორ გითხრა, აქ მიდის გამუდმებით, რომ რაც უდია თვითონ და როგორ გახდეს უკეთესი, როგორ იყოს საუკეთესო ჩემთვის, მოკეთ, აქ კონტაქტი არ არის რა, ბევრი რო არ გავაგზავნო. და იქ სადაც კონტაქტი არ არის, ვერც განვითარება იქნება, ვერც სწავლა იქნება, ვერც წინსვლა იქნება. ურთიერთობა ვერ იქნება, მოკლედ და ეს თან, როდესაც ამ პოზიციაშია ადამიანი, ნახეთ ახლა დაშორების მომენტი რო დადგება, იმიტომ რომ ეს ორივე ადამიანი თავის და უნებურად და გაუცნობიერებლად არიან კონფლუენციაში შესული ერთმანეთთან. ორივე დათანხმდა ამას. მე არ ვამბობ, რომ ერთი მხარის პასუხისგებლობაა. მეორე მხარემ, როდესაც უღიარა, რომ კი, შენ ბავშვი ხარ, ცოდო ხარ და მოდი მე გადაგარჩენ და გააგზრდი და უი ტირი ხარ, მაშინ ფეხაკრეფით ვივლი, ეს რო გააკეთა, ხო შევიდა ამ კონფლუენციაში. ერთ-ერთი დაცვის მექანიზმია, ხო? მაგრამ კონფლუენცია აუტანელია. დასაწყისში ჰარმონიის განცდა არის და
აი მე ჩვენ ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე არ შეგვიძლია და იქ მე ჯვარსო დაიწერენ მღვდელი ცეტყვის რომ თქვენ ერთი ხორცი ხართ და ერთი სული ხართ და რაღაცა კაცი თავია და ქალი რაღაცაა და აი კაი ურთიერთობა და უნდათ ხა ამათ კაი ურთიერთობა გაიგე ყველას გვინდა ადამიანები ვარ დიდი ინსტინქტია ძალიან და სუპერეგო იყენებს ინსტინქტებს ხოლმე აბა ინსტინქტი თუ არ გამოიყენა გადარჩენის ინსტინქტზე თუ არ დაგაჭირა რატო დაიცავს დილობის წესებს გამრავლების ინსტინქტზე თუ არ დაგაჭირა რატო შეხვალ კონფლუენციაში და ასე შემდეგ ხო ანუ ჩვენი შინაგანი ცენზორი ჩვენსავე ინსტინქტებს იყენებს თუ არ შეგაშინა მაგალითად რომ რაღაც მოგივა რატო ჩაჯდები ოთახში და არ გახვალ იქიდან ხო და ასე შემდეგ ანუ იყენებს ჩვენს ბუნებრივ ინსტინქტებს ამახინჯებს და მაგითი იყენებს რომ რაღაცა წესები მივიღოთ რითიც მე თავს ვიტანჯავთ თორე ეს წესები ესე პროსტა არ შემოდის ადამიანში უბრალოდ რომ აი მოდი წესია და გავაკეთო წეს უდევს ხოლმე რომ აი რატო უნდა გააკეთო აი ამიტომ კაი ურთიერთობა გინდა დაემორჩილე შენს ქმარს კაი ურთიერთობა გინდა იყავით თავი ოჯახში იყავით ერთი ხორცი და ერთი სული და რა ერთი ხორცი და ერთი სული ხალხო ეს ხო შეუძლებელია როგორ ვიყო ერთი ხორცი და ერთი სული აი შემხედეთ მე ადამიანი ვარ მე ჩემი სხეული მაქვს და მე ჩემი გონება მაქვს და ხო შეიძლება მეორე სხვა ადამიანთან ვიყო შერწყმული იმიტომ რომ კი ჭიპლარით რო ვიყავი შერწყმული იყო ეგ მდგომარეობა მაგრამ აღარა ვარ მე ჭიპლარით შერწყმული მე ახლას დასრული ვარ და აი სწორფერი როდესაც ვიქნები და სწორფრობა რო შემიძლია რა თქმა უნდა მე არ ვამბობ რომ ხანდახან ადამიანი მოწყვლადი არ იქნება ურთიერთობაში, ბავშვური არ იქნება, ან მშობლისებრი არ იქნება. ეს ჰიპოსტასებია. ამაში დადის ადამიანის ფსიქიკა. რა თქმა უნდა, ღმერთმა დაიფაროს, რომ ჩვენ რაღაცა საქმიან თუ არ ვიცი, მხოლოდ დასრულის ჰიპოსტაში გავიჭედოთ, მაგრამ გაჭედვა არც აქ ვარგა და ეს იშვიათია, ეს გაჭედვა. და მძიმე გაჭედვა ხდება, როდესაც ურთიერთობაში ერთი ამბავი ამბობს, რომ მე მის თვალებში ვიკარგები. ნახე პირდაპირ მეუბნება ადამიანი, ვიკარგებიო, მე აღარა ვარ. და მე თუ აღარა ვარ, აბა დამინახავს ის ადამიანი, ვეღარ მხედავს, იმიტომ მე დავიკარგე მის თვალებში. ესეთი რაღაცეები, რაღაცა ის გონიათ ხოლმე, რომ სიმბოლური ლამაზი ლაპარაკია და ამ სიმბოლოებით გვესაუბრება ჩვენი არაცნობიერი. ჩვენი არაცნობიერი გამოხატავს თავის თავს, აი ესეთი, რა ქვია ამას, ახლა დამავიწყდა ტერმინი. რო ადარებენ რაღაცას ხოლმე. აი ქვასავით გული აქვს მაგალითად რო იტყვიან დამავიწყდა რაღაცა ქვია ამას ახლა ლიტერატურაში შედის მე მგონი ნუ არა უშავს ხო ხდებით რასაც ვამბობ არა აი ესეთ შედარებებს რო აკეთებს ადამიანი ხოლმე და როგორია რომ უბრალოდ რომანტიკულად რაღაცას შეადარა და ეხა იმ ადამიანს რო უთხრა რომ შემართლა იკარგები ამის თვალებში იტყვის რომ რა სისულელია კაცო მე ეს სიტყვის მასალად თქვი რომ გამომეხატა ჩემი გრძნობები მაგრამ მეორეს ხრო აი ეს გრძნობები რო გამოხატა იქ ილაპარაკა არაცნობიერმა რა დამემართა დავიკარგე აქ შევერწყი გავქრი მე როგორც პიროვნება ნახე უიმისოც თქვა არ შემიძლია რა თქმა უნდა ეს ასე არ არის შემიძლია სუნთქვა არც არსად დავკარგულა რა გერა ვარ მე მოცემული მაგრამ გაუცნობიერებლად ჩემი არაცნობიერი გამოცდილება მიჯაჭულობისა გადავიტანე პირდაპირ ქვია გადატანა ფსიქოლოგიაში და ეხლა ამ ადამიანზე ვარ მიჯაჭული გესმის და მე აქ შეიძლება ძალიან ტრაგიკული ამბები განვითარდეს იმიტომ რომ წეღან ხო აღწერე რომ მიჯაჭული რო ვარ ცემატყეპასაც კი ავიტან ეხლა ნახეთ აქ რა არის ღალატი და მიტოვება მაქვს ატანილი ისე რომ მაინც ვამბობ რომ ღმერთო რა საყვარელია და აი ბედნიერებას გისურვებთ თქვენ მაინც და მე ჩემთვის დასჯილი და მიტოვებული და გაუბედურებული ვზივარ გესმის ანუ რამხელა ძალა მივანიჭე გარეთ სხვა ადამიანს ჩემზე ხო რთულია ეს არ გააკეთო რთულია იმიტომ რომ ჯერ ერთად ისწავლება ესე ეხლა შედარებით უკეთესი ვითარებაა, მაგრამ ცოტა რა სირთულე წამოვიდა, იცით რომ ეგრეთ წოდებულ რედ ფლეგებზე წერენ ვიდეოებს და რაღაც წითელ ხაზებზე და საერთოდ დაკარგულია საკუთარი ინტუიციის გრძნობების და მეს მოსმენა აქვს. აი თითქოს რეცეპტი გარედან დამიწერეს, რა არის რედ ფლეგი, მე ესე მიჭირავს, ქაღალდზე მაქვს ჩამოწერილი, აი რედ ფლეგები და ახლა ადამიანს რო ველაპარაკები და მაგაზე გადაობებიც ჩაწერეს სხვათა შორის GPT რო უზით გვერდზე და რო უხსნის. ეს თქვა და იგულისხმება ის და ის და თარგმნელი რო ყავთ უკვე რა. ანუ ურთიერთობა კი არა გვაქვს შუაში თარგმნელი გვიზის.
ან ცენზური გვიზის, red flag-ები მაქვს ჩამოწერილი ესე ფურცელზე. ესე მითხრა, გადავხაზეთ ერთი red flag-ი. ორი red flag-ი არ აუშავს რა. ესე თქვა, ოკეი, ეს მეორე red flag-ი. თეონა, ჰიპერბოლა გამახსენდა, მაგრამ ჰიპერბოლა არის ამპლიფიკაციას შეიცავს, როგორც აი გაზვიადებულ შინაარსს ნიშნავს და ეს კიდე სხვა არის. ეს არის აი უბრალოდ შედარებას რო აკეთებ რა. მადლობა რომ დამიწერე თეონა. ხო და red flag-ები და ესე სიას შეადგენენ, წიჩკებს დასვავენ და ამას დავშორდებ. ამას სიკვდილი იმას ჩამოხრჩობა. ჰოროსკოპით ვერ ვეწყობით, ამას სიკვდილი იმას ჩამოხრჩობა გაიგე, ესე სხედან ადამიანები და ამ დროს ესეც დაცვის მექანიზმია, რა თქმა უნდა. აქ კონტაქტი არ არის. აქ არის რაღაც შუაში ჩაფარებული კედელი, რომელზეც რაღაცა წიჩკებია დასმული და მოკლედ ძალიან მინდა გულით ყველას გისურვოთ ინტიმურობა. რაც გულისხმობს იმას, რომ მე აქ და ამჟამად მე ჩემი საკუთარი თავი ვარ, სწორფერი ვარ მეორე ადამიანის განცდით და არა ტვინით. ტვინით მე შეიძლება ვიხტუნაო და ვცადო, რომ სწორფერი ვიყო, მაგრამ გრძნობ მე თავს თანასწორად. ნახე, მე ვგრძნობ, რომ მეც ადამიანი ვარ, ისიც ადამიანია. მეც ურთიერთობაში ვარ, ისიც ურთიერთობაშია. მეც მომწონს იმასაც მოწორა, მეც მიყვარს იმასაც უყვარა. პლუს მინუს რა. ეს ზუსტი დამთხოვები კი არ არის. დაახლოებით ესე ვართ მოცემულები. მეც შემიძლია უმისოთ სუნთქვა და არსებობა, იმასაც შეუძლია. ანუ რეალისტიც ვარ. კი, რომანტიკა მე ძალიან მიყვარს. მე თვითონ რომანტიული ტიპი ვარ და თუ გინდა ნახეთ ჩემს პროფილზე 2016 წელს რაღაც ლექსი მაქვს სიყვარულზე დაწერილი, დღეს ამომიგდო და გავაზიარე და ზე რომანტიკული ტექსტი არის. რო ვკითხულობ, სიამოვნებს ხოლმე. ოღონდ ეს რომანტიკა ვერ იქნება ნიადაგი, სადაც აღმოცენდება ურთიერთობა. რომანტიკა არის ნიადაგი, სადაც აღმოცენდება პოეზია, შეიძლება ურთიერთობის ნაწილი იყოს ეს. ოღონდ თუ ის არის საფუძველი ურთიერთობის, ხო? საფუძველი პოეზია, მხატვრობა, როგორ გითხრათ, აზროვნება, სილამაზე, ეს ყველაფერი საფუძველი ვერ იქნება, ხო? საფუძველი მიწა არის, რომელზეც ვდგავართ და დავდივართ. აი ნიადაგი. ნიადაგი რას ამბობს? სწორფერები ვართ ჩვენ. აი ძალიან მომწონს ეს სიტყვა რა, სწორფრობა. გადასარევი, ეხლა იქ ისტორიულ კონტექსტში მესმის რაღაცა სხვა ტრადიციული შინაარსები დევს, მაგრამ სიტყვა მაგრა ამბობს რა არის. და როგორც კი ურთიერთობაში თავს ან ბავშვად გრძნობ და ან მშობლად გამუდმებით, თორე ხანდახან ყველა ვგრძნობთ. მოდი დააკვირდი და გააცნობიერე, რომ ხარ ბავშვი, აი კითხვები დაუსვი შენს თავს პატივისცემით. იმიტომ რომ საპატივსაცემოა ის, რაც გამოგვიულია წარსულში. საკრიტიკო კი არ არის. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს წარსულს. იმან მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე და როგორც შეეძლო ისე, როგორც შეგვეძლო ისე ვიცხოვრეთ, ხო ეს პატივსაცემია. ადვილი არ არის ცხოვრება, ძალიან რთული იყო. დარწმუნებული ვარ და მოვედით დღევანდელ დღემდე და აი უბრალოდ კითხვები დავსვათ აქ და ამჟამად ახლა. როცა ვამბობ, რომ მის გარეშე სუნთქვა არ შემიძლია და სუნთქვა მეკრის, არის შემთხვევა ფსიქოსომატურად, რომ ესე ვარ მართლა. აი წავიდა ადამიანი და ჩემი გაუცნობიერებელი ნაწილი ისე მტკივნეულად განიცდის, როგორც ბავშვობაში და მტირი და ვეღარ სუნთქავ, შემეკრა სუნთქვა და მოდი იყოს ესე, ოკეი, მივიღე რომ ესე ვარ და თან ვსვავ კითხვას, რომ აი რა ხდება, როგორია ეს გამოცდილება, რის გამო ვერ სუნთქავ და უბრალოდ მოვისმინო ეს ყველაფერი ჩემს თავში და საოცარი ძალა აქვს ამ ყველაფრის ხმამაღლა თქმას. ძალიან თერაპიულია და შესაძლოა ეს ყველაფერი რო გაჟღერდება როგორც ერთი დიდი ტალღა, ისე დაიცალოს და მოვაწონა სწორობა. იმიტომ რომ ემოციას ერთადერთი რამ უნდა მოსმენა და განმუხტვა. შეკავება არის ზუსტად მტერი ამ სიტუაციაში და არა გამოხატვა. ოღონდ რა თქმა უნდა გამოხატვა სჭირდება რომ იპოვო გარემო, სადაც მისაღებია ის, რასაც გამოხატავ და პირიქით წიხს არ დაგარტყავენ ზემოდან, იმიტომ რომ ესეც ხდება სამწუხაროდ, გაუცნობიერებლად. ხო, მოკეთ რო შევაჯამო, სწორფრობა არის ალბათ ორიენტირი, რომლისკენაც წყვილი მიდის და ასე დროს აშენებენ ურთიერთობას, რომელიც შეიძლება დამთავრდეს. ოღონდ ეს დამთავრება არ იქნება ნგრევის მსგავსი, სადაც ნანგრევებში ვიღაც ადამიანი მოყვება და შეიძლება დაიღუპოს. ის იქნება უბრალოდ ურთიერთობის დამთავრება თავის დარდით,
გლოვით და ასე შემდეგ. ოკეი. ან დავაკვირდე, რომ თუ არა აი ამ ბავშვ მდგომარეობაში, ან მშობლის მდგომარეობაში და მიჯაჭული, დამოკიდებული იმის გარეშე, სულ თქვა არ შემიძლია მის თვალებში ვიკარგები, ის მაინც ვიცოდე, რომ ესე რო ვარ, ეს არ არის კარგი ნიადაგი ურთიერთობისთვის და არ იყოს მოულოდნელი ჩემთვის, რომ ეს დამთავრდება. მოულოდნელი დარტყმა უფრო მძიმეა, ხო? აი აქ ასეთ სიტუაციაში თუ ვარ, ცოტა ალბათ უნდა მახსოვდეს, რომ შესაძლოა დამთავრდეს ეს მდგომარეობა. ამიტომაც რა ვიზრუნო ახლა, რომ ურთიერთობა არ დამთავრდეს აი ესე გრევით და ამით და იმით. პიროვნული განვითარება, ხო? საერთოდ პიროვნული განვითარება არის საწინდარი, გინდაც სწორფრობის, გინდაც როგორ გითხრათ, წონასწორობაში მყოფი ცხოვრების და ასე შემდეგ. არის გამოსავალი, არც ისე ძნელია გამოსავალი ასეთი ვითარებებიდან. გისურვებთ მოკეთ ინტიმურობას, საკუთარი თავის პატივისცემას და სწორფრობას ურთიერთობებში. ნუ სასიყვარულოს ეძახიან სწორფრობას, თუმცა მეგობრულშიც მაგარია ეგ. აბა დროებით.